მეორეს მესამე ფაეტონის მამამ დიდად მწუხარე ჰელიოსმა სახე დაიფარა და ცისფერ ცაზე მთელი დღე არ გამოჩენილა. მხოლოდ ხანძართა ცეცხლი ანათებდა დედამიწას. ფაეტონის უბედური დედა კლიმენე დიდხანს ეძებდა თავისი დაღუპული შვილის სხეულს და ბოლოს ერიდანოსის ნაპირებთან ნახა. ოღონდ შვილის სხეული კი არა, არამედ მისი საძვლე. წარედ დასტიროდა შვილის საფლავს უნუგეშო დედა. მასთან ერთად დაღუპულ ძმას დასტიროდნენ კლემენეს ქალიშვილები, ჰელიადები. უსაზღურო იყო მათი მწუხარება. ტირალი ჰელიადები ღმერთებმა ალვის ხეებად გადააქციეს. დგანან ალვა ჰელიადები ერიდანოსზე დახრილები და მათი ცრემლი ფისი ცვივა ლაბრისებრ წყალში დედდება და გამჭვირვალე ქარვად გადაიქცევა. ფაეტონის დაღუპვას გლოვობდა მისი მეგობარი კიკნოსიც, კიკნოს გედი, აპოლონისა და ჰირიას შვილი, მონადირე. მისი მოთქმა შორს ერიდანოსის ნაპირზე გაისმოდა. კიკნოსის უნუგეშო მწუხარების შემყურე ღმერთებმა ის თეთრ გედად აქციეს. მას შემდეგ გედი კიკნოსი წყალში ცხოვრობს, დინარეებსა და ფართო ნათელ ტბებში. მას ეშინია ცეცხლის, რომელმაც მისი მეგობარი ფაეტონი იმსხვერპლა. ეს უაღრესად პოეტური თქმულება მეტისმეტად ემოციური და ამბიციური ახალგაზრდის ტრაგიკული აღსასრულის ამბავს რომ გადმოგცემს, მხოლოდ მოუთოკავი გრძნობებით გამოწვეულ ქმედებათა სავალალო შედეგს არ გვამცნობს. მასში სხვა სათქმელიც იკითხება. აშკარაა, რომ ის არის რეალურად მომხდარი კოსმიური კატასტროფის თავისებური ანარეკლი მითოლოგიაში. ამ თვალსაზრისით ეს მითი ძალიან ბევრ საბუთს შეიცავს. თავად განსაჯეთ ზევსის ელვით ეტლის დამსხრევა და მისი ზეცაში გატყორცნილი ნამსხრევები სტრატოსფეროში მომხდარ დიდ აფეთქებაზე მიგვანიშნებს. შეიძლება ეს კომეტის ან ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების გამოძახილი იყოს. მით უმეტეს რომ ფაეტონის მოწყვეტილი ვარსკვლავებით დაცემა დედამიწაზე ციურის სხეულის ჩამოვარდნას მოგვაგონებს. გავიხსენოთ, ამის თაობაზე ტიმეოშიც არის ნათქვამი. ცის თაღზე დედამიწის ირგვლივ მბრუნავი სხეულები ზოგჯერ თავიანთი ჩვეული გზიდან გადაიხრებიან, ისე რომ დროის ხანგრძლივ შვალედებს შორის დედამიწაზე ყველაფერი აბობოქრებულ ხანძარში ინთქმება და იღუპება. ხოლო ის რომ ფაეტონის მამამ ჰელიოსმა გლოვის ნიშნად სახე დაიფარა და ერთი დღეღამე არ გამოჩენილა,
ანუ მთელი 24 საათი მზე დაბნელდა და უკუნითი ღამე იყო, შესაძლებელია ასეთი რამ მომხდარიყო დედამიწასთან რომელიმე კოსმიური სხეულის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი მტრის უზარმაზარი ღრუბლის გამო, რომელმაც მზე დაფარა, შემდეგ მტვერი გაიფანტა და მზემ კვლავ გამოანათა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ფაეტონის მითში კოსმოსური კატასტროფის ამბავი საკმაოდ ზუსტად არის გადმოცემული. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ თქმულებაში თავი მოიყაროს რამდენიმე კოსმიური კატასტროფის ხსოვნამ და ის მითისთვის დამახასიათებელი ფორმით, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით იყოს გადმოცემული. კოსმიური კატასტროფები, რომ მრავალგზის მოხდა როგორც წინარე ისტორიულ ხანაში, ასევე უახლოეს დროს, ამას მეცნიერებაც ადასტურებს. გავიხსენოთ, რომ 65 მილიონი წლის წინათ მექსიკის ყურეში ჩამოვარდნილმა მეტეორმა თუ კომეტამ დაასრულა დინოზავრების ბატონობა დედამიწაზე და გზა გაუხსნა ძუძუმწოვართა გაბატონების პროცესს. თუ ეს მოვლენა ადამიანის გაჩენამდე ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა და შესაბამისად კაცობრიობის ხსოვნას ვერ შემორჩებოდა, მის შესახებ მეცნიერთა ძალისხმევის შედეგად ვიცით. მეორე მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა, ამის თაობაზე ენციკლოპედიაში ამოიკითხავთ. ტუნგუსის მეტეორიტი სახელწოდება უნიკალური ბუნებრივი მოვლენისა, რომელიც მოხდა 1908 წლის 30 ივნისს ადგილის დროით დილის 7 საათზე მდინარე პოდკამენაიას ტუნგუსკის აუზში, ახლანდელი კრასნოიარსკის მხარე, ევენკთა ავტონომიური ოკრუგი. იგი მოგვაგონებდა მოვლენებს, რომლებიც თანსდევს მეტეორიტების ჩამოვარდნას. ოღონდ გამოირჩეოდა უზარმაზარი მასშტაბებით. ამ დროს აღმოსავლეთ ციმბირის უზარმაზარ ტერიტორიაზე 800 კილომეტრამდე რადიუსის მანძილზე მრავალმა ადამიანმა შენიშნა თვალის მომჭრელი სიკაშკაშის ბოლიდი. მის გზაზე დარჩა ძლიერი მტვრისებრი კვალი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ჩანდა. მოვლენის ადგილიდან 1000 კილომეტრამდე მანძილზე ისმოდა აფეთქების ხმა. აღნიშნული იყო მიწისძვრების მსგავსი მოვლენები. წარმოქმნილმა ჰაერის ტალღამ ბევრ ადგილას წააქცია ადამიანები და შინაური ცხოველები. მსოფლიოს მრავალმა სეისმურმა სადგურმა აღნიშნა მიწისძვრა. ტუნგუსის მეტეორიტი პირველად გამოიკვლია საბჭოთა ექსპედიციამ კულიკის მეთაურობით. ტაიგაში აღმოჩნდა მიდამო, სადაც 15-30 კილომეტრის რადიუსში მთლიანად მოთხრილ, მოტეხილი და რადიალურად წაქცეული იყო ხეები დარტყმითი ტალღით. აღინიშნებოდა დამწრობის კვალიც. ექსპედიცია მივიდა დასკვნამდე, რომ ტუნგუსკის მოვლენა გამოწვეული იყო გიგანტური მეტეორის ჩამოვარდნით. მაგრამ ვერც ამ ექსპედიციამ და ვერც შემდგომში რამდენჯერმე წამოწყებულმა ექსპედიციებმა მეტეორიტების მსგავსი რაიმე საგანი ვერ აღმოაჩინეს. ამიტომ დაასკვნეს, რომ მეტეორიტის აფეთქების შედეგად გამოიყო კოლოსალური ენერგია, 1024 ხარისხში ენერგია, რამაც აირად აქცია მეტეორიტის მასა. არსებობს ჰიპოთეზა, რომლის თანახმად ტუნგუსის მოვლენა დედამიწასთან რომელიმე პატარა კომეტის შეჯახებამ გამოიწვია. ეს ჰიპოთეზა ყველაზე სრულყოფილად ხსნის დაკვირვების მონაცემებს. არის სხვა ჰიპოთეზებიც. ტუნგუსის მეტეორიტის საკითხი საბოლოოდ კიდევ არ არის გადაჭრილი. როგორც ციტირებული წყაროდან ჩანს, შესაძლოა კოსმოსური კატასტროფის გამომწვევი რამდენიმე ობიექტი ყოფილიყო. მეტეორი, კომეტა. ამასთან ყველა ასეთი კატასტროფა დაფიქსირებული და შესწავლილი არ არის, მაგრამ რაც ვიცით, ისიც საკმარისია, რომ მითში აღწერილი ამბის საფუძვლის რეალობა ვირწმუნოთ. ამრიგად პლატონის, ან უფრო სწორად იქნებ
ქურუმსონგსის ნათქვამს თუ დაუჯერებთ, ამ კოსმიურ კატასტროფებს უნდა მოჰყოლოდა მთებსა და ზეგნებზე მცხოვრები მოსახლეობის განადგურება, მაშინ როდესაც ღვარცოფებს ზღვაში ჩააქვს თქვენი ქალაქების მკვიდრნი. ეს უკვე წარღვნად წოდებული მოვლენაა, რაც არაერთხელ მომხდარა, მაგრამ მათ შორის უდიდესის გმირები არიან დევკალიონი, პრომეთესა და კლიმენსეს ძე და მისი ცოლი პირა, პანდორასა და ეპიმეთეს ასული. ამათი წარღვნა სპილენძის საუკუნეში მომხდარა. ვნახოთ, რას ნიშნავს საუკუნეთა ასეთი დაყოფა. ბერძნული მითოლოგია იცნობს 5 საუკუნეს. ისინი პირობითად აღნიშნავენ კაცობრიობის განვითარების 5 პერიოდს. პირველი იყო ოქროს საუკუნე. ამ დროს ზეცას ღმერთი კრონოსი მართავდა. ადამიანებმა არ იცოდნენ რა იყო საზრუნავი, შრომა და დარდი, არც უძლურება და სიბერე. მუდამ ძლიერები იყვნენ. მათი უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრება მარადიული ნადიმი იყო. ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ სიკვდილი მშვიდ სიზმარს გავდა. სიცოცხლეში ყველაფერი უხვად ჰქონდათ, შრომა არ უხდებოდათ, მიწა თავად აძლევდა მათ მდიდრულ ნაყოფს. მრავალრიცხოვანი საქონელი წყნარად ძოვდა ბალახს. უშფოთველი იყო ოქროს საუკუნის ადამიანთა ცხოვრება. ღმერთები თავად მოდიოდნენ მათთან სათათბიროდ, მაგრამ ოქროს საუკუნე დამთავრდა. იმ დროს მოსახლეობიდან ცოცხალი აღარავინ დარჩა. სიკვდილის შემდეგ ოქროს საუკუნის ადამიანები ახალი თაობის ადამიანების მფარველ სულებად იქცნენ. ისინი დაჰქროდნენ მთელ დედამიწაზე, იცავდნენ სიმართლეს და ებრძოდნენ ბოროტებას. ასე დააჯილდოვა ისინი სიკვდილის შემდეგ ზევსმა. მეორე საუკუნე ვერცხლისა იყო და ადამიანებიც აღარ იყვნენ ისე ბედნიერები, როგორც წინა ეპოქაში. ისინი მათი სწორნი არ ყოფილან არც გონებით და არც ძალით. მთელი 100 წელი იზრდებოდნენ ისინი თავიანთი დედების სახლებში და უგუნურები იყვნენ. დავაშკაცდებოდნენ თუ არა სახლს ტოვებდნენ. მოწიფულის ასაკში ხანმოკლე იყო მათი ცხოვრება და რადგანაც ისინი უგუნურნი იყვნენ, ამის გამო ბევრი უბედურება და სიმწარე ნახეს ცხოვრებაში. კრონოსის შვილმა ზევსმა დედამიწაზე მოსპო მათი მოდგმა. ის იმიტომ განურისხდა ვერცხლის საუკუნის ადამიანებს, რომ ეს უკანასკნელნი ოლიმპოზე მცხოვრებ ღმერთებს არ ემორჩილებოდნენ. ზევსმა ისინი მიწისქვეშეთის ბნელ სამყაროში დაასახლა. მესამე სპილენძის საუკუნე იყო. მასთან ერთად ზევსმა შუბის ტარისაგან შექმნა ადამიანთა ახალი თაობა, საშინელი და ძლევამოსილნი. სპილენძის საუკუნის ადამიანებმა შეიყვარეს სიამაყე და ომი. მათ არ აიცოდნენ რა მიწათმოქმედებისა და არც მიწის ნაყოფს მიირთმევდნენ. ისინი უზარმაზარი სიმაღლისა და დიდი ძალისანი იყვნენ. მოუთოკავი ხასიათი ჰქონდათ. მათი იარაღი სპილენძისაგან იყო გამოჭედილი. სახლებიც სპილენძისა იყო. ამ ადამიანებმა რკინა ჯერ არ იცოდნენ. სპილენძის საუკუნის ადამიანებმა ერთმანეთი მოსპეს და სწრაფად ჩავიდნენ საშინელი ჰადესის პირქუშ სამეფოში. მეოთხე საუკუნის ადამიანებიც ზევსმა შექმნა. ესენი იყვნენ უფრო კეთილშობილნი, უფრო სამართლიანები, ღმერთების თანასწორნი, ნახევრად ღმერთები, გმირები. ყველა ისინი დაიღუპნენ საშინელ სისხლის მღვრელ ბრძოლებში. ერთნი შვიდკარიან თებესთან, კადმოსის ქვეყანაში, ოიდიპოსის მემკვიდრეობისათვის მებრძოლნი. სხვანი მშვენიერი ელენესთვის წასულნი ტროასთან დაეცნენ. ზევსმა ისინი სამყაროს განაპირას ნეტართა კუნძულზე დაასახლა. მეხუთე საუკუნე და ადამიანთა მოდგმა რკინისაა და დღემდე გრძელდება. დღედაღამ ღუპავს ადამიანებს დარდი და გაუსაძლისი შრომა. ღმერთები 1000 გვარ დაავადებებს უგზავნიან მათ.
ზოგჯერ სიკეთესაც გაიმეტებენ, მაგრამ ბოროტება უფრო ბევრია. ის ყველგანაა. შვილები მშობლებს პატივს აღარ მიაგებენ. მეგობარი მეგობარს არ ერთგულობს. სტუმარს არ ხვდებიან სტუმართ მოყვარეთ. ძმათა შორის სიყვარული არ არის. ადამიანები ფიცს ტეხენ, არაფასებენ სიმართლესა და სიკეთეს. ერთმანეთს ქალაქებს უნგრევენ. ყველგან ბატონობს ძალადობა, ფასობს მხოლოდ სიამაყე და ძალა. სინდისისა და მართლმსაჯულების ქალღმერთებმა მიატოვეს ადამიანები, მათ ოლიმპოს შეაფარეს თავი, ადამიანები კი ბოროტებისაგან დაუცველნი არიან. ამ 5 საუკუნის ან 5 ეპოქის განმავლობაში ადამიანთა მოდგმა სრულყოფის გზას სულაც არ ადგა. პირიქით აშკარაა მათი უარესისაკენ მიდრეკა. ზოგჯერ ადამიანთა მოდგმის ცუდი საქციელი ზევსს შეაწუხებდა და ისიც მათ თავს რისხვას დაატეხდა ხოლმე. ასე მოხდა მაშინ, როცა სპილენძის საუკუნის ომის მოყვარული ადამიანები ერთმანეთს მუსრს ავლებდნენ. მათ ბევრი დანაშაული ჩაიდინეს. ეს ქედმაღალი ხალხი ოლიმპიელ ღმერთებს არ ემორჩილებოდა. ამან განარისხა მეხთამტყორცნი ზევსი, განსაკუთრებით კი არკადიაში მდებარე ლიკოსურის მეფე ლიკაონმა. ერთხელ ზევსი უბრალო მოკვდავის სამოსში გამოწყობილი ჩავიდა ლიკოსურში. მოსახლეობას რომ გაეგო თუ ვინ მივიდა მათთან, ზევსმა საამისო ნიშანი მისცა მათ. ხალხმა ზევსს პატივი მიაგო. მხოლოდ ლიკაონს არ სურდა ზევსისათვის ღვთაებრივი პატივი ეცა და დასცინოდა ყველას, ვინც ზევსს აღიარებდა. ბოლოს გადაწყვიტა გამოეცადა ზევსი. სურდა გაეგო ღმერთი იყო თუ არა და ამისათვის ასეთ ხერხს მიმართა. მოკლა თავის სამეფო კარზე მყოფი მცველი და მისი ხორცი მიართვა სტუმარს. ამის გამო საშინლად განრისხდა ზევსი. მეხის დარტყმით გაანადგურა ლიკაონის სასახლე. ლიკოსურის უგუნური მეფე კი მგლად აქცია, რომ ამიერიდან თავად ეჭამა ადამიანის ხორცი. ამ ამბავმა და ადამიანთა ბიწიერებამ ზევსი აიძულა კაცთა მოდგმის მოსპობაზე ეფიქრა და მანაც გადაწყვიტა წყლით მოეშთო ხალხი. ამიტომ ყველა ქარს უბრძანა არ დაებერათ, გარდა სამხრეთის ნესტიანი ქარისა. ამ ქარის მიერ მონაბერი საწვიმარი ღრუბლებიდან თავს ხმა წამოვიდა. ზღვებსა და მდინარეებში წყალი ადიდდა და სულ უფრო ზევით მიიწევდა. მან დაფარა ქალაქები და ტაძრები, მთელი საბერძნეთი აბობოქრებული ტალღების ქვეშ მოექცა. ყანების ადგილას თევზები, ხოლო ტყეების ადგილას დელფინები დაცურავდნენ. წყლის ამ უკიდეგანო სივრცეში ეულად მოჩანდა ორწვერა პარნასი. მოზღვავებულმა წყალმა მოსპო სპილენძის საუკუნის ადამიანები. ამ წარღვნას ორნი გადაურჩნენ. თესალიის ქალაქ ფთიას მეფე დევკალიონი და მისი ცოლი პირა. ყოველწლიურად ნახულობდა დევკალიონი კავკასიონზე მიჯაჭულ პრომეთეს, რომელიც შვილს რჩევა დარიგებებს აძლევდა. სწორედ პრომეთემ ამცნო დევკალიონს ზევსის მიერ წარღვნის მოვლენის გარდუალობა. ისიც ასწავლა თუ როგორ გადარჩენილიყვნენ და ამ გზით მეორედ გაუწია კაცობრიობას ფასდაუდებელი სამსახური. პრომეთეს რჩევით დევკალიონმა ააგო კიდობნის მსგავსი დიდი გემი. იქ სურსათი აზიდა, ავიდა გემზე და პირაც აიყვანა. წყალმა მთელი ქვეყანა დაფარა. 9 დღე ატივტივა წყალმა კიდობნის მსგავსი გემი და ბოლოს ის მიადგა პარნასის მწვერვალს. დევკალიონი და პირა ხმელეთზე გადმოვიდნენ. წყალმა იკლო და გამოჩნდა გაუდაბურებული მიწა. გადარჩენილმა ცოლქმარმა ზევსს მსხვერპლი შესწირეს. მაშინ ზევსმა ჰერმესი გაუგზავნა დევკალიონს. გადაუქროლა ღმერთების მაცნემ დაცარიელებულ დედამიწას, წარსდგა დევკალიონის წინაშე და უთხრა:
ზევსმა, ღმერთებისა და ადამიანების მეუფემ, იცის რა შენი კეთილშობილების შესახებ გიბრძანა. აირჩიო ჯილდო, გამოთქვი შენი სურვილი და კრონოსის შვილი მას შეასრულებს. დევკალიონმა უპასუხა ჰერმეს, ო დიდო ჰერმეს, მხოლოდ ერთ შევთხოვ ზევს, კვლავ დაასახლოს ადამიანები დედამიწაზე. უკან ოლიმპოსაკენ გააქროვა სწრაფმა ჰერმესმა და გადასცა ზევს დევკალიონის მუდარა. ზევსმა უბრძანა დევკალიონსა და პირას, შეეგროვებინათ ქვები და ისე გადეგდოთ ზურგს უკან, თავს ზემოთ, რომ უკან არ მოეხედათ. დევკალიონმა შეასრულა ზევსის ბრძანება და იმ ქვებისაგან, რომლებიც მან გაისროლა, კაცები შეიქმნენ. იმ ქვებისაგან კი, რომელიც მისმა ცოლმა პირამ გადაისროლა, ქალები. ასე დაასახლეს წარღვნის შემდეგ დედამიწა ახალი ქვებისაგან წარმოქმნილი ადამიანების მოდგმით. ძველ ბერძნულად ლაას ნიშნავს ქვას, ხოლო ლაოს ხალხს. ეს მითი აშკარად ინახავს გადმოცემას რეალურად მომხდარი წარღვნის თაობაზე. ის ისეთი ბუნებრივი მოვლენის შედეგი უნდა ყოფილიყო, როგორც არის ჭარბი ნალექის მოსვლა და ამის გამო წყლის უჩვეულო ადიდება, რომელსაც უდაოდ მოჰყვებოდა ადამიანთა მსხვერპლი, ანუ ზღვისა და მდინარეების პირას მცხოვრებ ადამიანებს ჩაიტანდა წყალში. ოღონდ წარღვნა ცხადია, მხოლოდ დევკალიონის დროს არ მომხდარა. ტიმეოსში სოლონი ლაპარაკობს ფრონევსზე. ამასთან დაკავშირებით ატლანტოლოგები იშველიებენ ძველი წელთაღრიცხვით მე-6-მე-4 საუკუნეების ბერძენი ისტორიკოსის აკუსიალე არგოსელის ცნობას, რომელიც თურმე წერდა, რომ ფრონევსის დროს მომხდარა წარღვნა, რომლის გმირიც ოგიგე იყო. მართლაც ბერძნების ხსოვნა შემორჩა ოგიგოსის წარღვნა. ოგიგოსი ყოფილა ბეოტიის პირველი მეფე, რომლის დროსაც კოპაიდის ტბა ადიდებულა. ნაპირებიდან გადმოსულა და გარემო წაულეკავს. არის კიდევ წარღვნა ზევსისა და ელექტრას ძის, მეფე დარდანოსის, დარდანთა წინაპრის დროინდელი. ზემოხსენებულ წარღვნებთან დაკავშირებით შეიძლება გამოვთქვათ მოსაზრება, რომ ამ შემთხვევაშიც მითებმა აირეკლა რეალურად მომხდარი მოვლენები. ოღონდ საკითხავია, თუ რა მოვლენები იყო და როდის მოხდა ისინი. პასუხისათვის მივმართოთ ისევ ენციკლოპედიას, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია შავი ზღვის შესახებ და კერძოდ ხმელთაშუა ზღვასთან დამაკავშირებელი სრუტეების საბოლოოდ ფორმირების თაობაზე. შავი ზღვის ღრმულის წარმოშობას ზოგიერთი მკვლევარი დედამიწის კონტინენტური ქერქის ოკეანიზაციის პროცესებს უკავშირებს. ზოგი თვლის, რომ ღრმული ძველი ტეთისის ოკეანის აუზის ნაშთია. თანამედროვე ღრმულის კონტური იოგეცენში ჩაისახა, მაშინ როცა მცირე აზიაში მიმდინარე ტექტონურ აღზევებებმა თანდათანობით გამოყვეს შავი და კასპიის ზღვა ოკეანისაგან. გვიანდელ მოიცემში შავი ზღვის გამტკნარებული ზღვატბები, სარმატული აუზი ნაწილს წარმოადგენდა. ხმელთაშუა ზღვასთან ხანმოკლე კავშირის შემდეგ მეოტურ დროში წარმოიშვა გამტკნარებული პონტური ტბა. პონტოური დროის ბოლოს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის კავშირი გაწყდა. სავარაუდოა, რომ შუა და გვიანი პლოიცენის განმავლობაში იგი გამტკნარებული გამდინარე ტბა იყო. შუა პლეისტოცენში შავი ზღვა მცირე ხნით ორჯერ იყო დაკავშირებული ხმელთაშუა ზღვასთან და მისი წყალი უფრო მარილიანი იყო. უკანასკნელი გამყინვარების დროს ჩამოყალიბდა ძლიერ გამტკნარებული ახალ ეუქსინური ტბა ზღვა, რომელიც 6-7 წლის წინ სრუტეებით დაუკავშირდა ხმელთაშუა ზღვას.
მაშ ასე ჩვენთვის საყურადღებო საკითხთან დაკავშირებით ენციკლოპედია ინფორმაციას გვაწვდის სრუტეების წარმოქმნის თაობაზე. პლეისტოცენში შავი ზღვის ორჯერ დაკავშირება, ისიც მცირე ხნით ხმელთაშუა ზღვასთან, სრუტეთა წარმოქმნის ხანგრძლივ პროცესზე მიგვანიშნებს. 6-7 წლის წინ სრუტეების საბოლოო წარმოქმნა უფრო რომ დავაკონკრეტოთ ძველი წელთაღრიცხვით მე-5-მე-4 წლეულში მომხდარა. დროის ამ მონაკვეთთან ახლოს დგას მე-20 საუკუნის მიწურულს მეცნიერების მიერ გამოთქმული მოსაზრებაც. 1998 წელს ამერიკელმა გეოლოგებმა უოლტერ პიტმენმა და უილიამ რაიანმა საკმაოდ დამაჯერებლად დაასაბუთეს მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც უკანასკნელი გამყინვარების დასასრულს დაახლოებით 7500 წლის წინ შავი ზღვის ადგილზე არსებობდა დიდი მტკნარი ტბა, რომლის დონეც დღევანდელ წყალსატევზე 150-მდე მეტრით დაბალი უნდა ყოფილიყო. ჩრდილოეთ ატლანტიკაში ყინულის დნობის შედეგად ხმელთაშუა ზღვაში შემოსულმა დიდმა წყალმა გაანგრია დღევანდელი ბოსფორის სრუტე და სწრაფად სულ რამდენიმე თვეში აამაღლა ტბის დონე, რომელიც ამის შემდეგ მლაშე ზღვად იქცა. როგორც ჩანს, ატლანტიკის ოკეანიდან ხმელთაშუა ზღვაში გამოჭრილი წყლის დიდი მასა იყო ატიკისა და ეგეოსის ზღვების კუნძულებისათვის ნოყიერი ნიადაგის შემოძარცვის მიზეზი. წყლის აწეულმა დონემ დაანგრია ბოსფორის სრუტე და შავი ზღვის, მაშინ ტბის ნაპირებზე მცხოვრები მოსახლეობა აიძულა თავშესაფარი უფრო ამაღლებულ ადგილებში ეძებნა. მათთვის მომხდარი შთაბეჭდილება წარუშლელი იქნებოდა, რადგან წყალი დაფარავდა მათი ბუნებრივი სამყაროს დიდ ნაწილს, გაანადგურებდა ამ ადამიანების საცხოვრის, საზოგადოებრივ სივრცეს, დაარღვევდა მათი ცხოვრების ჩვეულ რიტმს და აიძულებდა მათ ახალ ადგილებზე ადაპტირებას. ამ დროისათვის შავი ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაპირებზე მცხოვრები პროტოქართველური ტომები საკმაოდ განვითარებულნი იქნებოდნენ იმისათვის, რომ ამ კატასტროფის ამბები ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე შთამომავლებისთვის გადაეცათ და დროთა განმავლობაში ეს ამბები მითების საბურველში გახვეულიყო. როგორც ქვემოთ ერთ-ერთ მომდევნო თავში ვნახავთ, პროტოქართველები მიგრაციის შედეგად ეგეიდაში აღმოჩნდნენ და იქ ჩაიტანდნენ დიდი კატასტროფის მითად ქცეულ ამბებს. ალბათ ასე მივიღეთ მითი ფრონევსის, ოგიგოსისა და დევკალიონის წარღვნათა შესახებ, იმის თაობაზე, რომ წარღვნის მითების ფორმირებაში პროტოქართველებს მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშათ მეტყველებს დევკალიონის წარღვნის ისტორიაში კავკასიის ქედზე მიჯაჭვული პრომეთეს როლიც. ამრიგად, რიგ მითებში მოხსენიებული ამბების რეალური საფუძველი გეოლოგიურ პროცესებში იძებნება.